გაყოფილია. ეს გადაცემა თქვენი დროა, ჩვენ მუშაობთ პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ მე ლელანინოა ვარ, ამ გადაცემის წამყვანი. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბროთ, საინტერესო იმიტომ რომ 22 აპრილი ბევრმა არ იცის, რომ დედამიწის დღეა. ამ დღეს 1990 წლიდან აღნიშნავთ საქართველოში, მაგრამ ძალიან საინტერესო და კარგი ისტორია აქვს მას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. 1970 წლიდან იღებს ეს დღე სათავეს და მთელი მსოფლიო და უამრავი ადამიანი ორგანიზაცია ჩართული დატომაც არა, ჩვენც აქ ჩამოვარდებით, უამრავი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი, თითოეული მოქალაქის ჩართულობა და როლი დიდია დამერწმუნებით. თუ არ გადავარჩენთ დედამიწას, ყველგან კარგად ვიცით, თუ რა შედეგით დასრულდება მისი სიცოცხლე, მისი სიცოცხლე კი ჩვენ სიცოცხლეს ნამდვილად განსაზღვრავს. შემოგვიერთდით, თქვენი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სტუმრებისთვის და არა მარტო მათთვის. გამოხატეთ იმ ტელეფონის ნომერზე, შეგიძლიათ დარეკოთ, ეკრანზეა მოცემული და მინდა ძალიან დიდი სიამოვნებით წარვადგინოთ დღევანდელი გადაცემის სტუმრები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ქალბატონი ნათია კობახიძე. უღრმესი მადლობა ქალბატონ ნათია, ვიცი რომ თქვენი გრაფიკი გადატვირთულია, მაგრამ მაინც გამონახეთ რომ დამგვეწვიეთ სტუდიაში. ასევე გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი ქალბატონი ნატა სულთანიშვილი, უღრმესი მადლობა ქალბატონ ნატა და ბატონი ამირან კოდიაშვილი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის მეგობართა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე. წარმომადგენლობითი დელეგაცია გვეწვიათ დღეს, მოგეხსენებათ როგორც წარვადგინე სტუდიაში და 22 აპრილი დავიწყოთ ამ დღით. მე ვახსენე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებიდან იღებს სათავეს. საინტერესოა მისი ისტორია, რომ შევახსენოთ მაყურებელს, რატომ არის საინტერესო, აი ამას თქვენგან მოვისმენთ. გუჩეთ გადაცემაში დღეს როგორც აღნიშნეთ დედამიწის დღეა, საერთაშორისო დღე, გილოცავთ ყოველს ამ დღეს. სწორედ აღნიშნეთ ეს დღე სათავეს იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ნუსონმა მიუძღვნა, ასე ვთქვათ, ეს დღე დედამიწის დღეს და თანამოაზრეებთან ერთად დიდი მანიფესტაცია მოაწყეს დედამიწის დღის დასაცავად. ეს იყო 1970 წელი. 70 წლის შემდგომ უკვე მას ამერიკას შეუერთდა დაახლოებით 170 ქვეყანა კიდევ და დღესდღეობით საქართველოც აღნიშნავს თელ მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან ერთად დედამიწის დღეს. დედამიწის დღის აღნიშვნა თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ღონისძიებებით, ვინაიდან ამით კიდევ ერთხელ ხაზს ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწის დაცვა, გარემოს შენარჩუნება, თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ჰაბიტატებით და ყველაფრით, რაც დედამიწა იწევს მთლიანად. ძალიან საინტერესოა რომ 174 ქვეყანა დავაკონკრეტებ ღებულობს მონაწილეობას ყოველ წელს 22 აპრილს და 17,000-მდე ორგანიზაცია მილიონობით მოხალისე დედამიწაზე საკუთარი გარემოს გაუმჯობესებისათვის. მე გადავალ თქვენთან ბატონო ამირანკი შეკითხვით, რადგან მეგობართა ასოციაციასაც წარმოადგენთ, ეს მეტად მნიშვნელოვანი ასოციაცია. შეიძლება ზოგადად ვიღაცას მოეჩვენოს რომ მე რა ასოციაციისთვის არსებობს, მაგრამ ეს ასე არ არის. თუ რატომ ამას თქვენთან მინდა რომ ვისაუბრო, რას აკეთებს ასოციაცია? თუნდაც მხოლოდ 22 აპრილს არ უნდა ვისაუბროთ ამ დღის მნიშვნელობაზე. რადგან ჩვენ შევიკრიფეთ ამ დღესთან დაკავშირებით, მაინც გეტყვით ორიოდე სიტყვით, რომ პრინციპში ესეთი დღეები არის სიმბოლური დღეები, ხო? ყველას გვესმის, რომ დედამიწაზე ზრუნვა არ არის თქვათ ერთი დღის საქმე და ამ ერთი დღით არ შემოიფარგლება, მაგრამ თავისთავად ამ დღეს რაღაც საზეიმო განწყობაა, არის რაღაც გარკვეული ღონისძიებების ჩატარება. ჩვენ მაგალითად ვაკეთებთ ხოლმე, თქვათ, ან ენერგებს ვრგავთ ბავშვებთან ერთად, ან ბუნების მოყვარულ ადამიანებთან ერთად გავდივართ ველზე, თქვათ, ვალაგებთ გაბინძურებისაგან, ასე ვთქვათ, ვცდილობთ რომ დავიცვათ გარემო და ბუნება, ანუ ვაკეთებთ ისეთ პროექტებს, რომელიც საზოგადოების თვალში გარკვეულად ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. თავისთავად ცხადია, რომ გარდა ამ დღისა ჩვენი ასოციაცია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისთვის აი ამ კეთილგანწყობის ატმოსფეროს შექმნას ემსახურება. ჩვენ ვაკეთებთ მრავალ პროექტს, რომელიც თავისთავად საბოლოო ჯამში ისევ გლობალურად დედამიწას და გარემოს უკავშირდება, ბუნებას და მის დაცვას უკავშირდება და შესაბამისად ჩვენი ფოკუსი მაინც არის იმ დაცულ ტერიტორიებზე, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენი
ეროვნული სიმდიდრეა და ამ დაცულ ტერიტორიებს განსაკუთრებული ასე ვთქვათ როლი აქვს დედამიწის დაცვაში და ამაზე ალბათ ქაუტონაცია დაცული ტერიტორია ისევე როგორც ეროვნული სიმდიდრეა ჩვენი, ასევე სიამაყეც არის, ავიზიტო ბარათი. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უცხოელი დაინტერესებულია და ჩამოდის სწორედ დაცული ტერიტორიების განსაცნობად და ასეთი უამრავი ფაქტი ალბათ თქვენ უფრო კარგად იცით, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაც ამას ხალხურს ვადევნებთ. 2003 წელი მინდა გავიხსენო, მაშინ, როდესაც პარლამენტის მიერ მიღებული იქნა კანონი, შეიქმნა 8 ახალი დაცული ტერიტორია და უფრო კონკრეტულად რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენი გარემოსთვის ამ დაცული ტერიტორიებისთვის. მოგვიყევით, თუნდაც ეს დღე მაინც აუცილებელია გავიხსენოთ და თქვენი მოსაზრება შემდეგ. კი, მადლობთ. ძალიან კარგი შეკითხვა არის. ზუსტად დღევანდელ დღეს ძალიან მიესადაგება. ზუსტად ეს მოხდა 2003 წლის 22 აპრილს. და როგორც ამ თვითონ დედამიწის დღის ისტორია იცით, ამ დღის დაარსების ისტორია, ეს ყველაფერი და უკავშირდება ეს გარემოს დაბინძურება, რაც იწვევს თავისთავად ამ ლანდშაფტების ფრაგმენტაციას, ჰაბიტატების ფრაგმენტაციას, სახეობების კარგვა. აი ეს ყველაფერი იყო კიდევ სხვა დანარჩენი მიზეზი იმისა, რომ ეს დღე დაარსდა. და საზოგადოება და მრავალი ქვეყანა შეუერთდა ამ ამერიკის შტატების აი ამ ინიციატივას. და თვითონ ეს სააგენტოც, გარემოს სააგენტო, რომელშიც ახლა იქ ამერიკაში ხდება ამის აღნიშნული არის მთავარი, ორი სააგენტო არსებობს გარემოს. ერთ-ერთი არის ზუსტად ამერიკის შინაგანი დეპარტამენტი, რომელთანაც ჩვენ ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ. ჩვენი პარტნიორი არის თვითონ დაცული ტერიტორიების სააგენტოს პარტნიორი არის 90-იანი წლების ბოლოდან. საკმაოდ შთამბეჭდავი წლები ერთად გაიარეთ და რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის დაცული ტერიტორიების სააგენტო. აი ეს თვითონ რაც შეეხება 2003 წლის 22 აპრილს, როგორც დედამიწის დღეს საჩუქრად ასე ვთქვათ, ზუსტად საქართველოს მიუძღვნა აი ეს ამდენი დაცული ტერიტორია. ანუ 8 ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა და 3 არსებული გაფართოვდა. ჩამოვიწვევთ ახლა ამ დაცულ ტერიტორიებს და რა ფორმატს ესე იგი, შეიქმნა სრულიად ახალი დაცული ტერიტორიები, ეს ხო თუშეთის ეროვნული პარკი და თუშეთის დაცული ლანდშაფტი. მათი საერთო ტერიტორია 100,000 ზუსტად შეიძლება ვერ გითხრათ ახლა მეათეებში 100,000 ჰექტარამდე არის. გაფართოვდა აქ არსებული თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი. შეიქმნა ვაშლოვანის ეროვნული პარკი და გაფართოვდა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი. შეიქმნა ილტოს აღკვეთილი, რითაც გაფართოვდა ბაწარა ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალს, დაემატა 5,000 ჰექტარი ილტოს აღკვეთი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი რო ახსენეს 25,000 ჰექტარი იყო. და კიდევ ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც ადრე არსებობდა, ამას დაემატა 4,000 ჰექტარი და შეიქმნა აღკვეთილი. ეხლა ამას ესე მხოლოდ ფართობებზე ლაპარაკი შეიძლება არ აქვს დიდად, ახლა 150,000 ჰექტარი დაემატა ჯამში საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემას, რომელიც რაღაც გარკვეულ პერიოდამდე იყო ძალიან მხოლოდ სახელმწიფო ნაკრძალებით წარმოქმნილი, შექმნილი, რომელიც მთელი ტერიტორიის მხოლოდ 2%-ს ფარავდა, ზაპოვედნიკური ტიპის საბჭოთა ნაკრძალები იყო, ასე ვთქვათ, რომელიც სრულად იყო მოწყვეტილი ადამიანების ვიზიტს, ასე ვთქვათ. ეს ყველაზე მთავარი და მტკივნეული თემა. კი, ანუ არ იყო ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისათვის. ამ 2003 წლის კანონამდე შეიქმნა ბორჯომხარაგაულის ეროვნული პარკი, ისევე ასეთი ახალი ახლებური დაცული ტერიტორიების კანონის სისტემის საფუძველზე და კოლხეთის დაცული ტერიტორიები, არჩევდა კოლხეთის ეროვნული პარკი და ქობულეთის ნაკრძალი და აღკვეთილი. ანუ ეს იყო მესამე, ოღონდ უკვე ძალიან მსხვილი ნაბიჯი, აი 2003 წელს, როდესაც ეს მრავალფეროვანი სხვადასხვა კატეგორიებით აგებული დაცული ტერიტორიების სისტემას ჩაეყარა საფუძველი. და აი ამ გზით ეს ყველა კახეთის რეგიონში არის და აი ამ კახეთის რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი საფეხური, ძალიან მნიშვნელოვანი ქსელის შექმნის წინაპირობა, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბდა და როდესაც შეიქმნა პირველიდან მეხუთე კატეგორიამდე ყველა ტიპის დაცული ტერიტორია.
ძალიან კარგი ინფორმაცია მოგვაწოდა კალბატონათიამ. მე შევახსენებ მაყურებელს დედამიწის დღეზე ვსაუბრობთ მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ეს არის ჩვენი მოვალეობაც, რომ არა მარტო დღეს 22 აპრილს, როცა მთელი მსოფლიო ზაიმობს და არ ჩამოვარდებით ჩვენს ქართველების უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. თქვენი აზრი გამოხატეთ, დაგვირეკეთ, ჩაერთეთ ჩვენ საუბარში იმ ტელეფონის ნომერზე, რომელიც ეკრანზეა მითითებული. ჩვენ ხაზი გაუსვით აქტივობას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ამის გარეშე ალბათ ეს თემები არ არსებობს, მით უმეტეს დედამიწის გადარჩენისთვის მებრძოლი ადამიანები, ბრჭყალებში მებრძოლი უნდა დაუდგნენ გვერდით, ხო, ყველა თითოეული ქართველის მოვალეობა. რას აკეთებს თქვენი ცენტრი? აი თითოეულ თქვენთაგანს მინდა ვკითხო, თქვენი სამსახურები რას აკეთებს იმისთვის, რომ მეტი და მეტი აქტივობა არსებობდეს და რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ საზოგადოების ჩართულობა? მოგახსენებთ, საზოგადოების ჩართულობა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ მათ ჩართვას და გარემოსდაცვით განათლებაზე ზრუნვას, რა თქმა უნდა, უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი მუშაობს ორივე მიმართულებით, როგორც ფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით და ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ძირითადი სამიზნე ჯგუფი არის, რა თქმა უნდა, მაინც მოსწავლეები, სტუდენტები, ბავშვები და ჭიდროდ თანამშრომლობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან. ფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, რასაც ქვია სასწავლო პროგრამებში გარემოსდაცვითი კომპონენტის სრულყოფილად ასახვა, ამასთან დაკავშირებით წელს მიმდინარეობს უკვე ეროვნული სასწავლო გეგმების და სტანდარტების გადახედვა, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან 2016 წლისთვის. შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა და სამუშაო ჯგუფში ჩართულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი და მუშაობთ ამჟამად განათლება მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობის მიზნით, როგორც ჩამოვაყალიბოთ, ასე ვთქვათ, სტრუქტურა ეროვნული სასწავლო გეგმების სტანდარტების, რომლის ქვემოთ ეს შემდგომ უკვე გაიშლება თვითონ თემების სწავლება, ამ შემთხვევაში გარემოსდაცვითი კომპონენტზე მაქვს საუბარი და ეს გარემოსდაცვითი კომპონენტები რაც არის ბიომრავალ ფეროვნება, წყალი, ჰაერი, დედამიწა და ასე შემდეგ, მე ყველა კუთხით რომ მოსწავლემ სკოლაშივე შეძლოს იმ ცოდნის მიღება, რაც შემდგომ გაუადვილებს ჰარმონიულად იარსებოს, ასე ვთქვათ, გარემოში და რაც შეიძლება ნაკლები ზემოქმედება, უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და ხელი შეუწყოს დედამიწას, რომ ხალხნაირად ჯანმრთელ გარემოში ვიცხოვროთ. მასაც უნდა სულ თქვა. რა თქმა უნდა, ეს თემა, რომელიც ხშირად ვაჟღერებთ ხოლმე ამ სტუდიაში მომავალი თაობის ჩართულობა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ მოსწავლეები არა მარტო სკოლაში ძალიან კარგია, რომ თვითონ შეეხებიან ამ თემას უშუალოდ, მაგრამ რატომაც არა სკოლის დირექციაზე, მასწავლებელზე ძალიან ბევრი არის დამოკიდებული, როცა თემას სწავლობს პრაქტიკას, პლუს თეორია ადგილზე რომ მოხდეს, მაშინ როდესაც გააქვს ამის შესაძლებლობა, რომ მოსწავლე მიიყვანო, ანახო ადგილზე და ამის პოპულარიზაცია უფრო მარტივად და უფრო მასშტაბურად მოხდეს, იმიტომ რომ ის ცნობიერებაში ეს ილექება, შემდეგ ალბათ ვინც დამერწმუნებით ერთხელ მოიწამლება და ერთხელ დაცულ ტერიტორიას ან ნაკრძალს ეწევა, ის არასდროს არ გაჩერდება და შენი ქვეყნის სიმდიდრე აუცილებლად ბავშვებიდან უნდა შეგიყვარდეს. რა ხდება ვაშლოვანში ამ კუთხით? ალბათ ბატონი ამირანი უფრო გვეტყვის პრაქტიკიდან გამომდინარე. ბატონო, მოგახსენებთ რამდენიმე სიტყვით იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ჩვენი მეგობართა ასოციაცია რით არის დაკავებული, აქ ჩვენ თქვით იმის შესახებ, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ მხარდამჭერების არმიას ვაყალიბებთ, ასე ვთქვათ, დაცული ტერიტორიების გარშემო და უნდა გითხრათ, რომ სკოლასთვის ცნობილია და სხვა შორის განვითარებულ ქვეყნებშიც ხალხის, ანუ საზოგადოების როლი არის გადამწყვეტი. ანუ არც ერთ ინსტიტუციას, მათ შორის არც დაცული ტერიტორიების აგენტოს არ შეუძლია ყველა იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც არსებობს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებით. ის არის დადგენილი, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში ცდილობს გააკეთოს ყველაფერი, მაგრამ საზოგადოების ხარდაჭერის გარეშე ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ საზოგადოება არის თვითონ მომხმარებელი ყველა იმ რესურსის და იმ მემკვიდრეობის, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ მეგობართა ასოციაციას გულისხმობ გავაკეთოთ პრაქტიკული ხასიათის
საგანმანათლებლო და ასევე კონსერვაციონისტული პროექტები. ანუ რაც შეეხება პირველს ეს არის განათლების ის ფორმა, როდესაც ჩვენ მიყვავს ბავშვები რეალურად თვითონ თქვათ რგავენ ენერგებს, აკვირდებიან ფრინველებს, თქვათ ალაგებენ დაბინძურებულ ადგილებს, თქვათ ნახულობენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ თქვათ პრობლემებს და ეს გლობალური პრობლემა დამერწმუნებით რომ ზუსტად იქიდან არის გამოწვეული რომ ადამიანი იქცევა ისე რომ ფაქტობრივად თავისი ასე ვთქვათ ცხოვრებყოფელობის ასე ვთქვათ შედეგად გამოყოფს იმდენ ვთქვათ ზედმეტ ბუნებისთვის არა საჭირო ნივთიერებას რომ საბოლოო ჯამში უბრუნდება ასე ბუმერანგივით შარშანდელი წელი მაგალითად იყო იგივე დედოფლის წყაროში და ვაშლოვანის მაგალითზე შემიძლია გითხრათ რომ მრავალწლიანი ხეებიც კი ზოგი 40 და 50 წლის ხეებიც კი გახმა ტყეში. ეს არის საოცარი მაგალითი იმისა, რომ ბუნებას და გარემოს მიუხედავად იმისა, რომ თქვათ დედამიწის მასშტაბები არის საოცრად დიდი და ჩვენ ყველა ვფიქრობთ, რომ ეს მას განუსაზღვრელი შესაძლებლობები და ეკოლოგიური ტევადობა აქვს, სინამდვილეში ეს ასე არ არის და ჩვენ ხშირად ბუნება და გარემო ამას თავისი, ასე ვთქვათ, გამოწვევებით ეს არის ნიშანი ალბათ მისგან ნიშანი დიახ ეს არის ერთი ინდიკატორი რომ შეგვახსენებს ხშირად ბუნება თქვათ არის ხოლმე ხანდახან სხვა ტიპის არა მარტო თქვათ გვალვა არამედ ღვარცოფი და ასე შემდეგ რაც ხშირ შემთხვევაში უკავშირდება ხოლმე ადამიანის გარკვეულ საქმიან არასწორ საქმიანობას. აქედან გამომდინარე გითხარით რომ რაღაც პრაქტიკული ტიპის რაღაცებს ვაკეთებთ, ასევე ვაკეთებთ ჩვენ კონსერვაციონისტული მიმართულებით ვართ ჩართულები და სერიოზულ პროექტებში. ჩვენ ვახორციელებთ ამჟამად კოლხური ხოხბის აღდგენის პროექტს, რომელიც დაიწყო ევრაზიის ფონდის დაფინანსებით და ბრიტიშ პეტროლიუმის დაფინანსებით, შემდეგ მერსიკორმა გააგრძელა, ასე ვთქვათ, ესტაფეტა და დღეს გარემოს გლობალური ფონდი არის ამ უკვე ვიტყოდი რომ ეს აღარ არის მხოლოდ პროექტი, ეს არის გარკვეული პროგრამა, კოლხური ხოხბის აღდგენის პროგრამა, მოგეხსენებათ რომ ეს ფრინველი არის საქართველოსთვის ძალიან ვთქვათ ღირებული იმ თვალსაზრისით რომ ხშირად არის როგორც სიმბოლო გამოყენებული, ახლა ვიცით ხო, იგივე არგონავტების ამბავი თბილისის დაარსების ამბავი უკავშირდება ხოხობს აღარ ვლაპარაკობ უამრავ კულტურულ თქვათ სიმღერაზე, ზღაპრებზე და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი სახეობაა ჩვენი ქვეყნისთვის. და ამის შესახებ მადლობთ რომ შეახსენეთ საზოგადოებას. ვცდილობთ რომ ვცდილობთ ახლა ამ შემთხვევაში ამ ხოხბის პოპულაციის დაცვას და მის გავრცელებას არა მარტო სხვა შორის ჩვენი დაცული ტერიტორიების გარშემო არამედ მთელ საქართველოში. ანუ ეს დაცული ტერიტორია ზუსტად არის აი ხლა არის ესეთი რომ თქვათ იქ რატო არ შეიძლება ნადირობა იქ რატო დაცული ტერიტორია პირდაპირ გონიათ რომ არ შეიძლება იქ შესვლა ეს ასე არ არის ხო ხშირად ეს ტერმინი სახეობე აი ამას მინდა მივაბარო ეს დაცული ტერიტორია არის ასე ვთქვათ თავშესაფარი თუ იქაც დაუშვეს ყველაფერი უკვე აღარ რესურსი აღარ რჩება დედამიწას რომ აი ეს სახეობები ეს რაღაცა რომელიც რაღაცად მიგვაჩნია ისინი გადარჩეს. ანუ აქ მაინც უნდა იყოს თავშესაფარი, აქედან სხვაგან გავრცელდეს და იქ სხვაგან იყოს დაშვებული ის საქმიანობები, რომელიც აქ თქვათ არის აკრძალული. და თავისთავად აი ამ განათლებაზე შეეკითხეთ ახლა გარემოს დაცვის განათლებაზე ზოგადად და ახლა აი ამ დაცული ტერიტორიების როლზე მინდა გავამახვილო ყურადღება განათლებისთვის, ეკოლოგიური განათლებისთვის. ანუ თვითონ ეს ეკოლოგიური განათლება ეს აბსტრაქტულად აქ დაცულ ტერიტორიებზე არ უნდა გავიგოთ რომ თქვათ იქ რაღაცებს ლექციებს უნდა წავუკითხოთ ბავშვებს და ასე შემდეგ. რომელიც მოსაწყენიც არის. საბოლოო მიზანი აი ამ დაცული ტერიტორიების როგორც ეკოლოგიური განათლების იარაღის ინსტრუმენტის არის ის რომ საბოლოო ჯამში ადამიანს შეეცვალოს ქცევა.
ანუ ქცევის შეცვლა რა არის, რომ ერთი რომ ვთქვათ ადამიანი არ იყოს გულგრილი, გაუჩნდეს, გახდეს კომაგი იმ ფასეულობის, რასაც ის მიახლება და იქ ნახულობს. ანუ ვიზიტს აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ დაცულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენ ვიწვევთ ვიზიტორებს, ეს არ არის რაღაცა გაუგებარი მიზნით, რომ მოვიდნენ და ნახონ. არა, აქ თავისი დატვირთვა, რომ ის ადამიანი, რომელიც იქ მოვა, არ არსებობს, რომ იმ ფასეულობამ, იმ ღირებულებამ, რასაც ის იქ შეხვდება, ამ ბუნებრიობამ, ზოგან ამ კულტურულ ფენომენებმა არ დაძლიოს მაშინ გულგრილობა და კომაგი არ გაუხდეს ამ დაცულ ტერიტორიას. საკუთარ მაგალითზე გამოცდილი მაქვს და იმიტომაც მოვუწოდებ ყველას, რომ აუცილებლად მithumet ეს ბავშვები მიიყვანეთ, იმიტომ რომ ეს ყოფილი ყალიბდება, ეს კულტურა ყალიბდება ბავშვებიდან, არა რა თქმა უნდა. აი ამ კუთხით ალბათ უამრავი პროექტი არსებობს, რომელიც ერთ სატელევიზიო პროექტსაც ახორციელებთ თქვენი სამსახური და კიდევ რას ფიქრობთ, როგორ უნდა მივაწოდოთ, რომ პრაქტიკაში უფრო მეტად ჩაერთოს ბავშვები მომავალი თაობა და ის რაზეც კულტურაცია საუბრობდა შეიცის დავეთახები აბსოლუტურად, იმიტომ რომ ის თეორიული ცოდნა და ის ფორმალური განათლება აუცილებლად უნდა გაჩნდეს არაფორმალური განათლებით და ის მიღებული ცოდნა გამოვიდეს შემდგომ უკვე ქცევაში. ბავშვებს მოზარდს ნებისმიერი ასე კი ის ინდივიდს მოსახლეობას სრულიად უნდა ჩამოუყალიბდეს ის უნარჩვევები, რაც საშუალებას მისცემს, რომ ბუნებაში აბსოლუტურად ჰარმონიულად იყოს გარემო სამყაროსთან. შესაბამისად, დაცული ტერიტორიები არის ძალიან კარგი ბაზა ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობისათვის. მიღებული ცოდნა თუნდაც ლექციებით, სემინარებით, სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით ყარდება დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, ეკოტურების და ეკობანაკების განხორციელებისას და შესაბამისად სეზონურად სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე თუ დაგეგმავენ და ესტუმრებიან დაცულ ტერიტორიებს, შესაძლოა ძალიან კარგი პროექტი არის მე ვიტყვინებია რობოტია ძალიან ჩართული ძველი დროიდანაც საქმიანობაში ხო რა პროექტია საუბარი ეს არის ერთი უამრავი პროექტი არის მაგრამ გამოვყოფთი ერთ-ერთ ეს არის ერთი დღე რეინჯერთან ერთად როგორც ერთი დღე რეინჯერთან ერთად ეს რეინჯერების თემა აუცილებლად დაცულ ტერიტორიებზე ყავს ესეთი რეინჯერები, რომელთაც გააჩნიათ ის უნარი, რომ ინტერპრეტაციის საშუალებით მოსწავლეები და ახალგაზრდობა დაინტერესონ და უფრო მეტი სიყვარული გაუჩინონ ბუნების მიმართ და ზუსტად რაზედაც თქვენ საუბრობთ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულ დაკრძალულ საქმიანობაზე, ამის შესახებაც მეტოდული ინფორმაცია და შესაბამისად ერთი დღის განმავლობაში ტურის დროს მიყვებათ რეინჯერი მთელ ჯგუფს და შეასწავლეს იქ არსებულ ბიომრავალფეროვნებას, იქ არის უნიკალური ბიომრავალფეროვნება, წითელი მუხის მორითო სხვა წარმომადგენლები და შესაბამისად ასწავლის იქ მოქცევის წესებს, ასე ვთქვათ. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ გადაცემას პირდაპირ ეთერში, ახლა რეკლამის დროა, არ გადაარჩათ დღეს დედამიწის დღე, ამიტომ ყველა მნიშვნელოვანი აღონისძიებებს, რომელიც არის დაგეგმილი, სწორედ ჩვენი სტუმრებისგან შეიძღავთ მეორე ნაწილში.